ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაվել ჰერჩინსკიმ ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა საქართველოს ფოკუსში გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველოს სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება. დიპლომატის თქმით, ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველოს და შესანიშნავი თბილი სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ზალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ, როგორც კი საქართველოს ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი, განაცხადა პაվել ჰერჩინსკიმ. როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება, სამოქალაქო ომი და გაღარიბებით ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის ამ განცხადების შეფასებაც კი რთულია. ბატონი ელჩი არის სამწუხარო ტრაგიკულ მდგომარეობაში, როდესაც მას უწევს ასეთი მუქარებით გამოსვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ეს თავისთავად მეტყველებს მის მძიმე მდგომარეობაზე დასცენს პრემიერი და აცხადებს, რომ რა თქმა უნდა, ამ განცხადების გამო ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში მიზანშეწონილია. მართალია ჰერჩინსკისთვის ქართველი ხალხის წარსული ბნელი იყო, თუმცა თუ ჩვენს ისტორიაში რამე მართლაც იყო ბნელი, ეს იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა, ჩახუტებით გავეგუდეთ. ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებას. როგორც ის აცხადებს, ელჩის მხრიდან ხალხს ესაუბარი არა მხოლოდ არაკორექტულია, პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია. ქართულმა ოცნებამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე გახდა. ზურაბ პატარაძის სახელს უკავშირდება რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის განხორციელება, განაცხადა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, პატარაძე წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას წლების წინაც იკავებდა 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის ივლისამდე. ის ამ თანამდებობაზე შეცვალა თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც 2025 წლის აპრილში გადადგა. მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე დღეს კიდევ ერთხელ საუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახლა დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. მახაზი გაუსვა თამაზაშვილის გამოცდილებას და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი სახით ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება. პრემიერმა ისაუბრა სუსის ყოფილი უფროსის მამუკა მდინარაძისთვის შექმნილ ახალ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზეც და განაცხადა, რომ მიზანია მეტი მჭიდრო კომუნიკაცია სამართალდამცავ ორგანოებს შორის. განაჩენის მოლოდინშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მოსამართლე სათათბირო და აგასული. ექს-თავდაცვის მინისტრს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ვგავარი მკაცს, რომ ფული გადამეყარა, თუ კაზინოში ვთამაშობდი. ამის შესახებ ბურჭულაძემ საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა. მან დეტალურად ისაუბრა, თუ რა ქონებას ფლობს ის და მისი ოჯახი. რა საჭირო იყო მილიონები მეფრიალებინა, 1997 წელს მყავდა მერსედესი, რომელსაც თითი დაჩვენებდნენ ქალაქში. პირველი Land Cruiser-იც მე მყავდა, შუქნიშანზე რო ვჩერდებოდი თავს ვხრიდი, მწვენო და ხალხს უჭერს მეთქი. ეს ამონარიდია ჯუანშერ ბურჭულაძის 1 საათიანი საბოლოო სიტყვიდან სასამართლო პროცესზე. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალდება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. სუსმა ენგურჰესის შვილობილი კომპანიის თანამშრომელი დააკავა, მას დიდიოდენობით თანხის მითვისებასა და გაფლანგვას ედავებიან. მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება გაფლანგვას, მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი, აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყების ცნობით შეპესე კოდორი ჰესების დეპარტამენტის უფროსმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა.